რას ეთყოდი ჩვენ 500 გამომწერს? ჭკუას ათქონდათ რო იწერდით ბუნკერის არხს. ისე შევპირდებოდი რომ რაღაც ეტაპზე, ოღონდ ხუიოზნაიტ ეტაპი როდის დადგება, ბუნკერი დალაგდება და ისე თესლ ხარისხიან კონტენტს გააძრობს რა. ეს ქაოსი ჩვენც ვიცით, ჩვენც twins გვიყნავს და აი მაგრამ ღლის იდეაში ეს ქაოსი, მაგრამ მგონია რომ აი რაღაც ამ გზაზე განვითარების გზაზე ნოლიდან რო იწყებ, ყველა ვარიანტი უნდა გაიარო რა ეს ეტაპები და ბოლოს სადღაც მithვალე რა. ჩვენ რაც თავარია ყოველ სამშაბათს რაღაცას დროპ-აუთ რა და მე ერთი იმას გეტყვით რომ არინანებთ 500 გამომწერზე ავედით. ის ის სპეციალ გამომწერი. ეხა ჯერ მითხარი თუ ისი რა არის გამომწერი. კი. აი ხო არის შემწერია ტიპზე რო იყიან. გამომწერი. ბავშვობაში რამდენად შევიწერეთ 500 ჯერ გამოგვაწერეს. ხო. ოჩა, იცის. ძირითადად 500 ეხა მიმართე ჩვენ 500 გამომწერს. აქედან 400 ჩვენ ვართ და იმ 100 გამომწერს მიმართე, რომელიც არ ვიცნობენ. ხო. რას ეთქვა? კიდე გამოგვიწერე. თუ არ შესაძლებელი. მონები სკოლა. 9. რა მოიფიქრე აპირე ეროვნული არა, თქვენ გარეშე არაფერს არ გავაკეთებ აზრი. მე გითხარი გამოყვებით. უეჭველი გამოყვებით. ოღონდ კადრი დენსბექში. ის როგორც გითხარი, გახსოვს ის გადაცემა რო ჟორი კვარტანოვი რა. შენ იქნებ კადრში, მე კადრს მიღმა და იქნებ რაღაცებს დაგებაზრებით რა მე და ეს. არა, წარდგენას და ეს არ ვიდა. არც წარდგენა არ გე. რა ფერი არ უნდა. მოგესალმებათ ბუნკერი. მოგესალმებათ ბუნკერი. ეს არის ჩვენი რიგით მე-9 ეპიზოდი. წარმოდგენა არ გვაქვს რაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მაინც ვწერთ. ხო, სტუმარი არ ყავს დღეს. სტუმრებმა ძალიან ყელში ამოხვედითო. ტრადიციულად ვიმყოფებით. სად? 3:14 სტუდიაში, ელექტროერკის ტერიტორიაზე. თუ გიყვართ საკონდიტრო ნაწარვის დამზადება და მისი შესწავლა გსურთ, დაუკავშირდით ამ ადამიანებს პროფესიონალურად მოგემსახურებიან. ხო სწორად? ხო, ცოტა უცნაურად ჟღერთა, მაგრამ პროფესიონალურად მოგემსახურებიან. შეგასწავლიან მასტერ-კლასებს ჩაგიტარებენ მაშინ ესე. თან ეხლას ხანს პროფესიონალი მომსახურების სფეროს წარმომადგენლები დაიჭირეს. ვინ დაიჭირეს? ის ხო? ეგ ზაღადაო. კონსტიტუციას ჩააჭირეს სერიოზულად. ანუ ჩვენი მადონა დაიჭირეს. ხო, ხატია წერეთ ხელი. არ და რა კაი მომღერალი იყო. ბიჭო, რასაკე ცოტა დეტალები იცით მაგაზე? არა. ბუკა იმ მომენტში იყო, რომ ის რა დაიჭირეს. კაკოჭი. უკაც ესწრებოდა. ეგ რაღაცაობა წარმოიდგინე ტიპს ქონდა, ბორდელი ქონდა? ბორდელების ქსელი ქონდა. დაჟე? ანუ მამიდა ჩაანაცვლა? ხო, როენ ხუცურაულის ღირსეულ მემკვიდრედ გვარების მისამართებელი. როენ ხუცურაული ვინ არის პირველად გამოვიდა? ხუცურაული. ჩვენ გერთმული. ხატი ეს და დუეტიც ხო ქონდა ჩაწერილი? არა, როენასთან ქონდა. ცეკვის დუეტიო. მუცლის. აი, დღევანდელი თემა არის? რა არის დღევანდელი თემა? დღევანდელი თემა არის დავიწყოთ ვაფშე რას ვაპირებთ, ხო? ხო, რა, ანუ რაღაცები ფაქტია, რომ გვინდა გავაკეთოთ, მაგრამ ვერასდროს ვერ ვიკრიბებით ხოლმე. რაც რეალურად პრობლემას წარმოადგენს ეგ ბუნკერის განვითარების ნაწილში და მოდი როცა უეჭველი ვიკრიბებით, ბარემ კამერის წინ მაინც ვიმსჯელოთ? და იქნება სიმბისმა შეგვაწუხოს. ხო, აი მეც მაგიტომ მინდა რომ თქვა მიიღო. აქო ჩარტოს გავაკეთებ, რას უკავშირდება ჩემს უკან არსებული ბუშტები. ჩვენ ავედით 500 გამომწერზე YouTube-ზე. YouTube-ზე. ხო, და TikTok-ზე 1000 უახლოვდებით. ძალიან კარგი. სიგიჟე ჩვეულებრივ. და ეს საიუბილეო მე-9 გადაცემაში საიუბილეო 500 გამომწერი. საპატივცემულოდ დაუმაგრეთ ბუკას ჰელიუმის ბუშტები. ოღონდ მე რატო დამიმაგრეს არ ვიცი. შენ ხო ხარ კაცთა, ქალთა და ზოგჯერ ტრანსთა ბედნიერება. მაგიტომაც არის სამი ბუშტი. აღარ კაცთა საკმარისი. ხატიაც დაიჭირეს, დარჩა კაცი. დარჩენ მხოლოდ კაცები. ამის აღსანიშნავად? ხო და კამერის წინ მაინც ვიმსჯელოთ და რაღაც პირობები დავდოთ, იქნებ ნამუც მაინც შეგვაწუხოს. ანუ ერთი თავარი პირობა რაც შენაც არის. კაი იდეები გაქვს. მაქვს კაი იდეები და თქვენც გაქვთ ვიცი კაი იდეები, უბრალოდ მორწმუნები ხართ. თემურს აქვს ეროვნული რუბრიკის დაბრუნების იდეა. მე კარგი იდეა, ანუ მე და შენ უფრო დახვეწილი ვერსია შევთავაზეთ ეროვნული რუბრიკის. დახვეწილი ვერსია, აი ძალიან. გაიხარეთ ხალხმა, ჯანმრთელობა, ბედნიერება. უი, მარიამობას გილოცავ დღეს, როცა ვიწერთ ამ გადაცემას, მარიამობა ყველა ღორი ვიცვავს და ჩვენ აქ. ძველით მარიამობაზე გავაისალეთ.
კიდე ისიც ძალიან გადაობა იყო რომ ამის წინა გადაცემა რომ ვისაუბრეთ აი ალკოჰოლზე ეგ ძალიან დამოკიდებულება კაი. გადავაგდეთ და მე გახსოვდა შემდეგ გადაცემაში ბიჭები ვარ მეორე გადაცემაში ბოთლებით დავიწყეთ ეგეც ახალისო იყო ეგ ჩანაფიქრი იყო ეგეთი სინამდვილეში წყალს ვავდით არავის არაფერი არ დაგვილევია ისევ ჯანსაღ ცხოვრებას ყვითელ გაზიან წყალს ისევ ჯანსაღ ცხოვრებისკენ მოგიწოდებთ ყველას ხო და ესეთი იდეები ჩნდება ჩვენი ბუნკრის გარშემო რა მოიცა გამოიწერეთ ბუნკერის არხი და ცოტა მეტი мотиваცია მოგვეცით ხალხმა ხო ჩვენ აქ ვცვალობთ რომობთ იმიტომ რომ მაგრამ 500-ზე მეტი კაცი არ ვიყურებს და 500-მა გამომწერმა გადაბრია კი თავში გვაქვს ავარდნილი ხო ისევ 500-მა რო კიდე ბევრჯერ რო გამოგვიწეროს ზეღანაც სასწრაფო კი ძალიან კარგი აზრი არის ეგ მან მოსულა შეგიძლია შენც გააკეთო ეგ მეც გავაკეთე სახში რომ გავაკეთე ფეიქ აკაუნტი გააკეთე და subscribe ეხლა შეგიძლია გავიქცე ხო და რა შეეხება ჩვენი კონტენტის განვითარებას რო არ იყოს მარტო შრალად არ მინდა პოდკასტი არ გიწყალი არა იყოს ეს ხურდები ხურდები კი ხურდები სულ არ მაქვს მინდა რომ წამო 10 თეთრიანებს გიგროვებ ლიფტისთვის ბიჭო ხო და ბარაძე გადავედი მე კიდე გიგროვებ და გიგროვებ მე მომეც მე წავედი ხუთიანებად დავშლი და გავებდები ამას ხო მართლა 10 თეთრიანი მით უმეტეს ძალიან ბევრი და კარგი გაწავოთ ისე ეგეთი ლიფტი შესლიფტში ეს იყო ყვიტოს იდეები როგორი აი ხურდის ჩასაგდები ლიფტი სადმე სოფლიოში არსებობს თქვენი აზრი ალბათ ბრატისლავაში აი რაღაც ეგ სლოვაკია მანდაც აღარ საბჭოთა სივრცეში სანამეთ აღმოსავლეთ ევროპაში ის რა ეს იყო ბავშვობაში ხუთთეთრიანი გახურებული რო ქონდა ტიპებს იმით ძაფი ხო ტკა და ერთ-ერთ ლიფტში იყო და როგორ იცი შეგეძლო რომ ანუ ფეხებით ანუ აწეული ყავი ზემოთ ეს გაჭედილი ყავი ვერ გარიყო და ის სიმძიმეს რო ვეღარ გწევდა ადიოდა პრიოდ მიაჩერდა კი 50 წლის კაცები გაჭედ მოდი 50 შეცუდა შეწამეთი წლის კალები იყვნენ შემოხვეულები ზემოთ და ეგრე ავდიოდით ხომ მე 16 საათს მე არ ცხოვრობდი მაგრამ მიყვებოდი იმან მაგის მუღამი გქონდა მაგის ექსპერიენსი კი ხო და იდეებს რაც შეეხება იდეები აი მე ზუსტად რომ ერთი ჩავწერ ბევრი ხუთთეთრიანი მოვიმარაგოთ ოღონდ ავეკრათ რა ხო რაღაც ის თავის ძველი ილეთებ ხუისნი ზაფზე მოგმული ხუთთეთრიანებით და რამე რა თელი ოლდსკული გავიხსენებთ მე ეს პიჭკები ჭერში ავაკრათ და ბოლოს გავწეხოთ ლიფტი გავჭედოთ და მოგხსა ეგარი კულმინაცია გავიჭიროთ და წამოვიდეთ ნემსები ზედაპიროსაც ბავშვები გორმი არიან კი სასტრიალოებთან მაგალითად ეგ რატო ევასებათ მორფინისტებს კი დედამოწყულები კი არის ყველა მორფინისტზე არ ვიძახი მაგრამ რაღაც კატეგორია მორფინისტებზე ვთქვი რომ სამი ტიპი ხო რა კაი 3-4 ტიპის გარდა ის მაინც და მაინც გამორჩეულად საბავშვო ტერიტორიის სასტრი ეს არის სვარგის ხმა ჩვენ ეს იყო სვარგა ჩვენი რეპორტიორია გადაგჭრიან ახლა შუაზე მორფინისტები და გოსვარ რომლებიც სვარკაზე მოდი ახლა მორფინისტები გადავინტეროთ დავაი დავისვი პოლიტიკურად მორფინისტები გადავინტეროთ ამოგვიტყვი მართლა მაინტერესებს რატო ყრით მორფინისტებო ნემსებს ისეთ ადგილებზე სადაც დიდი შანსია რომ ბავშვებიც მოძრაობდნენ ანუ სკვერებში პლაჟებზე ანუ ეს დედამოწყნო და მე ძალიან მინახავს სადარბაზოებში გაკრული წარწერა რომ ჩვენც დაგვიდავთ სულ თქვენ უიკეთებთ ბამბა არის სოჩიკების უკან ხო და მართლა მაინტერესებს ანუ გაიკეთე ხო წაიღე რავი არის სხვაგან გადააგდე ან ტრაქში გაიგე ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ არის ტრაქში ვენა მე რევირებ ტრაქში ხო მაგრამ მე მორფინისტების მაინც არ ვებრძო იმიტომ რომ მაგათ თავიანთ გასაჭირებ მაგრამ ბიჭო მე მაგას შეჩემა რომ რატო ვაზიზგებენ თავს რა მეც მაგისკენ მაგ მოწოდებისკენ ვარ ბუკა აგერ ყოველთვის ნაგუშურნაში მიდის და აგდებს იქვე ნაგავშივე იჭერდა რომ არ დარჩენო ჩადის ეს გამოვიდოდი და ბავშვებს აწვალებდა ამომიყვანეთ ბავშვებო აი აიგეთოთ ერთ-ერთი ეგეთი ჩასვლისას მოგიგა ბუნკერის იდეა რა იგინა დაგვირეკა ამომიყვანეთ მაგარი იდეა ვერ ამომდივარ თამაშობის ყველა გადაცემაში სხვადასხვა იმიტომ რომ არ არსებობს დივერსიაში ვიღაცამ დაწერა სხვა შორის ერთ-ერთი ბუნკერი რატო ქვია
მაგრამ დამეცადა რა უნდა გუთხრა შეჭება. ირეკლის ეპიზოდი ჩავუდროპე და ლინკი და მან გაიგოს ხო? იქ ხო ვამბობ ხო. კი. ეს რეალური უფრო რეალური ვერსია ესაა. ვერა მოდიოდა და მაგარი იდეა მაქვს ბრასი ჩაუყაროთ საფუძველი ბუნკერზე ლეგენდების გავრცელებას. მითებს. კარგი. რა კაი იდეები ქონია? მითოლოგიურ სივრცეში გადავიწრა. ხო და ვერ გადავედი მაგ იდეებამდე რა რომ YouTube მოითხოვს უფრო მეტ დროს რა. კი. YouTube არხზე თუ გინდათ და სტაბილურად. სერიოზულად. სტაბილურად ვაკეთებთ რომ კაი, ხო, სამშაბათს დებთ, მაგრამ უფრო მშრალი და კი არა უფრო მრავალფეროვანი თუ გვინდა რომ გამოგვივიდეს. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბუნკერზე ერთმანეთთან შეკრებას და იდეების გაცვლას. ხო თან რაღაცა რასაც ვდებთ რა არაფერი ახალი არ არის. ახალი არ არის, ახლები ვართ ჩვენ, უბრალოდ წამყვანი ტიპები ვართ, ახლები, მეტი არაფერი. რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოს ჯერ ვერაფერს ნუ არა, ხო, რაღაცები შეიძლება 1-2 მომენტი ნახო რაღაც იღადაო და გაერთო, მაგრამ ჟიზღვა მაგალითად და რაღაც სხვანაირად ვაგინებთ რუსებს. ტრები ყავს სხვადასხვა ცნობილ ხალხთან ერთად ვაგინებთ. ხო, ეგეც გვაქვს განსხვავებული, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ოღონდ ისეთი არ გვინდა რომ აი საქართველოში ხარ რო თქვა რომ მრავალფეროვანი კონტენტი იკეთდებაო, ვერ გეტყვი ხა რო გადახელო YouTube-ს. თითქმის ერთი და იგივე. ძირითადად ფუდის თემა არის. სპორტი, ფუდი, პოდკასტები, დოხვია. კი, მაგრამ მე მგონია რომ რაღაც სტუდიიდან ძნელი იქნება ესეთ მრავალფეროვნებას გარეთ უნდა გავშე. ხო, რაღაცას თუ ითამაშებ რა. ხო, ან სტუდიაში რაღაცას თუ ითამაშებ. მე მაგ ეგეთი იდეა რა. თამაშები სელებრიტების ბავშვების გამოცნობა. თემა მე მგონია რომ თავიდან კარგად წაიღო. უფრო მასშტაბურს გეუნები რა. უფრო ჯეირანი 10-მდე. არა, მართლა გეტყვი. კაი იდეა მაქვს როგორ იცი? აი სოციალური ექსპერიმენტების ჩატარება შეგვიძლია ძალიან მარტივად. ეგ ხო არავის არ გაუკეთებია. შეიძლება გაუკეთებია ვიღაცებს, მაგრამ ჩვენებურად რა ტიპის? აი თუნდაც აი უმარტივეს გეტყვი რა, თუ გაარჩევს, ანუ რამდენი ადამიანი არჩევს კოკა-კოლას პეპსისგან, მაგალითად გეტყვი. ძალიან მარტივი მაგალითად ყველაზე ბანალური გამახსენდა ეხა რა. ხო რა, ქუჩაში. ფულს გადაიხდიან ეს? ფულს არავინ არ გადაიხდის. არც ჯილდოები არ გვექნება, სანამ სპონსორი არ გვეხოს. შეიძლება ისე გავარდეს ეგ ვიდეო და კარგი ნახვები და გამოხმაურება ქონდეს, რომ მე უკვე სპონსორიანი სტენდი გექნება და შესაბამისად უფრო შეგეძლება მაგ თემაზე დაელაპარაკო უფრო სერიოზულ სასწავს რა. ანუ სოციალურ ექსპერიმენტებში მარტო იმას არ გულისხმობ, რომ მაინც და მაინც რაღაცა უნდა ჩიხში შეიყვანო ან რაღაცა უცნაურ სიტუაციაში ჩააგდო რა. ვითომ რო ძალად გამოკითხები ხო, ან ეგენი ხო ძალიან ბევრია გაკეთებული. ან რო ეხმარები ვიღაცას და აი ეგ როგორ გულს მიირევს. ვიღაცას რო ეხმარებიან და იგიღებიან. ხო და აი 20 ბურგერი ვაჩუქე, ნახე რა მაგრები ვარ. არა, ეგ თუ ქვემოქმედებაზე თუ გადავალთ, ფრინჯობა არის. თუ გადავალთ სხვა სახეს. კამერის გარეშე. ხო, შეგვიძლია, ანუ გავაშუქოთ დალაგების პროცესი. ვინმეს დახმარების არა, მაგრამ დალაგების პროცესი. რაღაც ტერიტორიაზე. სახლი მაგარია. არა, საირმეზე? აბა მიდი. ვიღაცა რაღაც დალაგების თემა. საირმელი არის, იო და უპასუხებ. კი. კი. всё, გავეცით პასუხი. მაინტერესებს რა სიძახით. ან იმერეთში საერთოდ. კურორტ საირმელია. და დავალაგოთ რა, და ნაგავის გატანა რაღაცნაირად ბუნკერთან. ანუ შენი ძახი სადღაც ისეთი ადგილი ნახოთ, სადაც ძალიან ბევრი ნაგავი ყრია. ან ძალიან ცოტა ნაგავი ყრია, ვიდრე ჩვენ დავახაროთ, ხო. შეგვიძლია მაგით დავიწყოთ რა. ხო, ანუ მაგის გაშუქებაც, ანუ აი წეგარო თქვი რომ ის დახმარების გაშუქება, მაგრამ აღიზიანებს. ხო, მე მაგიზიანებს თან. ბიჭო, დახმარება ხო რჩება მაინც რა. დახმარება რჩება. ხო. ეგ სხვა ამბავია. ანუ დალაგების გაშუქება და რაცა პროპაგანდა ქცევა, პირიქით მეგონია რომ საზოგადოებისთვისაც სასარგებლოც ვიქნებით. შეიძლება, მაგრამ რამდენად საინტერესო იქნება კონტენტი, როგორც კონტენტი. ვიმაიმუნებთ იქ რაღაცას და ვიღადავთ და სულ არაფერი შიშულებმა რო დავალაგოთ. სულ არაფერი. კი. სწორია, მე მომეწონა. შეგვიძლია ვინმე ცნობილი ადამიანი დავპატიჟოთ ეგეთ აქტივობაში რა. მიკროფონები დავიმაგროთ, ბუნკერის მაიკები ჩავიცვათ, რაღაცა, ან რა ნაკიდკები, ხელსათმანები, ჯოხი რაღაც ჩასარჭობი, შპრიცები. ბუნკარ მართლა მომეწონა იგი. არა, ბაზარი არა. აი ლისზე არის ბევრი ეგეთი ადგილი. თბილისში და ადგილია. თბილისის ზღვაზე. თბილისის უამრავი ადგილია სანაპიროს. და რაღაც ერთი დიდი კვადრატი ავარჩიოთ, კამერა სადმე შტატივით დავდგათ, ჩვენ თვითონაც ერთმანეთს გადავუღოთ ერთმანეთს რაღაც გამოკითხები ან თამაში. ბევრი ჭრა და ჭრება, მაგრამ საბოლოო ჯამში სამაგიეროდ სასარგებლო კონტენტი იქნება. ჩვენი იდეა. ცოდოთ რა. შევთანხმდეთ თარიღზე.
შეუთანხმდეთ ვინმე ცნობილ 20 ადამიანს. აგვისტოს რო იყოს? 20 აგვისტო. წარსულში ერთ წლის მერე რო გავაკეთე. არ მე მართლა ძალიან მომეწონა. არა, კი, კაია. ნუ მინიმუმ საინტერესო არის და ვცადოთ რა, ნახოთ რა. მე даже ესეთი იდეაც მქონდა რა. ამან ის უფრო მომწონს კონტენტის ამბავში, რომ ანუ თან რაღაცა მხიარული იყოს და ეგეთ ხიარული გამოვანების პირში დალაგების პროცესი. ეხლა სექტემბერია, მაინც და მაინც სიცხეები აღარ იქნება, რომ აი ეხლა 40 გრადუსში ძალიან ესეც დეკემბერი იანვრის კი კარგად რო აცილდება. არა, ხუმრობის გარეშე თუ გინდა თარიღი დავთქვათ, აი აქვე რომ შეგხვდეს აქვე ვერ დავთქვათ თარიღს. სექტემბრის ან ოქტომბრის რომელიმე დღეში. ეგრე გაწყობს? აქვე ვერ დავთქვათ თარიღს. ცოტა აი ეხლა აი ველოდები ინფორმაციას მომაწოდონ და ჯერჯერობით ოქტომბრის პირველ რიცხვებში შეიძლება მე არ არის ორგანიზება. ერთადერთი ორგანიზება ის უნდა რომ დროზე შევჯერდეთ ყველა ერთ გადაღება ეხლა მაინც და მაინც ის არ დაგჭირდება სკორსეზეს გადაღებული. პროსტა ესე შტატივი დავდგოთ, დავდგათ შორიდან. ხო. ბავშვებიც, მეგობრებიც, მამები, ვისაც თბილისის კლუბში შეგვიძლია ვიღაცა შევარდეთ და ტერაქტები გამოვიცადოთ. ინდოელი კურიერები გამოვიძახოთ. და დავალაგეთ. რა ვანახოთ როგორ უნდა იგლიაში დეზადორის შესხმა მაგალითად. კი ბატონო. ჰიგიენის კურსები. ჰიგიენის პატარა მასტერკლასები ჩამოუთ. Hello sir, can you tell me where აი კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ? აი მარტივად და იაფად. შეგვიძლია მივიდეთ ალბათ. ყველას მარტივად დავაგდოთ. აღარ დავალაგოთ. წამოვიდე. ეს იქნება შემდეგ გადაცემა. საზამთრო გავჭრეთ ავტომობილი. ფენომენები ვიყიდოთ. თარი ბანზი პარკები რო თქო. აი ხალხიც იმორფინისტებზე მეტად ეგ ხალხი უფრო მეზიზღება. აი მაგნაწილში რომ მიდიან რა ტყეში და ვითომ პიკნიკს უაწყობენ და ჯოვავენ იქ და ტოვებენ ეგენი ძალიან მეზღება. დღეს შეგვიძლია ეგეთ ხალხს გავყვეთ და რომ დაამთავრებენ მე დაულაგოთ გავურო. დაურასკლადოთ სიმონ. კიდე რა შეიძლება? კიდე ძალიან მომწონს კარიდან კარში ეთილი ფრენკებიც მომწონს. საფეხბურთო ჩელენჯებიც ძალიან მომწონს. მე ხო გამოვირჩევი და რაღაც აი ნიჭით დაინწელებ. ანა მოვარდნილი არის ჩვენგან. არაფერს შუაში არა სპორტი და ჩვენ. არაფერს საერთოდ. ზუსტად არაფერს შუაში რო არ არის კონტექსტიდან ამოვარდნილობა არის ჩვენთან შუაში. ჩვენ რაცში რა მომწონს? სამშაბათო დარწმუნა. რაც ყველაზე მეტად არ გვეხერხება ის უნდა გავაკეთო. 15 ადამიანი ვინც უყურებს, არასდროს არის ის რა დახვდება სამშაბათს რო ჩართავ. ხო რა. ხო ეგ არის. აი ხა ყველა ხო არ ეგონა რომ დახვდებოდა. ვაუ. შემდეგ გადაცემაში მაგარი ჭერა რო ავტეხო. ხარშვა და რამე. კარგია. ხო, სტუმრებთან ვიცით როგორც ვარ. და კარგია, მომწონს რომ ნიკუშ ის ვარდები მე მომართვი. ხო. მომწონს რომ სტუმრებს ისეთ თემებზე ვესაუბრებით, რა მიმართულებითაც პირობითად ხალხი არ იცნობს. და სხვაგან არ ვსაუბრია, ხო? ხო. პავლიკასო ველაპარაკეთ შიშებზე და ფობიებზე. ხო, და შემდეგ სტუმრებზეც გვაქვს უკვე კარგი სტუმრები. ეხა ველაპარაკოთ ახალ შიშებზე. კარგი სტუმრები გვეყოლებიან, უკვე დაგეგმილია და მათ ანუ სხვა კუთხით აი ეგ იქნება ძალიან მაგარი, აი მართლა შეიძლება დალაგება მაინც და მაინც არ იყოს მაგაში, მაგრამ ერთ-ერთი ეგეთი იდეაც მქონდა რომ რამე ფესტივალზე მივსულიყავით ჩვენ. იქ რაღაც სტენდი დაგვეყიდა, ლუდი გაგვეყიდა რამე რა. მართლა ძალიან გადაობა იქნებოდა და ჩვენ რამე სტენდთან მივსულიყავით და ხო რა ჩვენ შევჯიბრებოდით ერთმანეთს ვინ უფრო მეც კოქტეილს გაყიდდა ან რას კოქტეილი იქნებოდა თუ ჰოთ დოგი რა მნიშვნელობა აქვს რა. კი, საინტერესოა. ეგეთი გადაობა შეიძლება პატარა ფულით შემოვიდოდა რა. ანუ მართლა ვიძახით ფესტივალებზე შეგვიძლია რომ ვიაქტიუროთ და ეხლა არისო? აიყო? ჯერ არ ყოფილა. რა? 5 წიგანა. იყო მგონი. ეს სტოქტონის არ ვიცი ბიჭო, ეს ფესტივალების სახელები აღარ ვიცი. ორბეთში. სექტემბერში იქნება რაღაცა უეჭველი. არა, რაღაცაზე ვთილობდით, დავკავშირებოდით ვიღაცას მახსოვს. ხო, მაგრამ იქ არაოდა. ისეთში სადაც გვეტყვიან კი. ანუ იცი როგორ ადგილზე? სადაც შენი სტენდი შეგვიძლია მიიტანო რა. ვიღაცა გვეტყვის. ხო, კი. შევეცოდებით ვიღაცას და. ხო, ანუ რაც იქნება რა, იქ. 500 გამომწერი. საცოდავ. და მან ლაივით გასვლა ან თან დამონტაჟებული ვიდეო ძალიან საინტერესოა. ლაივი შეხო უკვე შეგვიძლია YouTube-ზე? კი. ლაივით ჩასვლა შეგიძლია, მე მგონი 100 გამომწერი თუ 50 ყავს მაშინი. ხო, მაგ მიმართულებითაც შეიძლება რაღაც. და მე მაგრად პროსტა მინდა რომ გავტესტოთ, იქნება ძალიან მაგარია. გავტესტო. ოღონდ აი ეგეთ ხალხმრავალ ადგილზე რომ უცხო ხალხის მოძრაობდეს დაუძახოთ ორი რაღაცა. მოდი გავუშვათ და ბუკას ჩაეძინა. ეს იყო ბუნკერი? აი თემა არის ესეთი ჩემო ნიკოლოზ
ბრეინსტორმინგი მორჩით 13 წუთში, ხო? ყოჩო, აი ესე. ყვირაში 7 ჯერ შევიდრებოთ. 11 წუთიანი ბრეინსტორმინგი, საოცარი იდეები. და მე რატო არ გვემატება? ახლა მე თვითონაც ვერ ვიყურებ ამ ყურებს ყველას მაგრამ მოწონს. ბიჭო, ხო, მაგრამ უფრო მასშტაბზე გვინდა გასვლა. ხო. შესაბამისად, ცოტა უფრო საინტერესოც უნდა შევთავაზოთ, ვინც გვიყურებს თუნდაც მაგათ. პატივი ვცეთ. პატივი ვცეთ, კი. ისე მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, აი მართლა ვგრძნობ, ძალიან სერიოზულად. ეგ მომენტი გააქვს? კი, რა თქმა უნდა. გასაგები. კი, როგორ არა, და ნემსები ა მოგდა. გალაგებს. კი. მე უკვე ხო ხედავ დალაგება დავიწყე. კი. პასუხისმგებლობა. არა, მართლა ვგრძნობ და რაღაცა მინდა რა უკეთესი საინტერესო რაღაც გავაცროთ რა. ხო და აი ბუნკერი ლაივი ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით. შეგვიძლია მე ლაინებიც მოტოს რა ღამის ბუნკერი. ღამის ბუნკერი ძალიან ბუნკერი ბაზარში, აი რაღაც სიუჟეტური ამბები ხო, ძალიან ელემენტარული სპონსორი გჭირდება, ვინც დაგვასპონსორებს. ერთი კამერამენი და კამერამენი, რომელიც დაამონტაჟებს. მეტი მეკონდა არა. ეგ იდეა რომ მომეყვანა აი ეგ არა, აქ არ უნდა მოიყვანო, შენ უნდა მიხვიდე იქ. არა, ეგ უფრო საინტერესო თუ გინდა, ბაზარში უნდა მიხვიდე და ჩაწერო იქ. ჩაწერო იქ. აქ რა. აქ კიდე მორფინისტებიც მოვიყვანო. პირდაპირ უფრო მაგას გეთქვი, კარტოფილს ვინც ყიდის და თან წამალს იკეთებს. ეგეთი წოდება. დავავიწროვოთ. ხო, რა უფრო როგორც ის ტრემი რო დავავიწროვოთ. ვეგანები შავკანიანი ვეგანი. მარცხენა პური აქვს გახვედილი. როგორ ჩავკანიანი? ჩავკანიანი. მე და სად არიან ეგ ჩვენი? არა, ეგ სიუჟეტური ამბები მართლა ძალიან მეც საინტერესო მომწონს, იქნება და უბრალოდ მინდა მეტი მემონტაჟი. სიცოცხლე მეტი არაფერი არ გჭირდება. კამერამენი კამერამენი და მემონტაჟი. ანუ ერთი და იგივე ადამიანმა შეიძლება შეითავსოს ეგ რა, გადაიღოს მასალა, წაიღოს, დაამონტაჟოს, გამომტაჟოს. თუ ვინმე არის ისეთი, ვისაც უბრალოდ ძალიან მოწონს ბუნკერი და არანაირი ფული არ უნდა, ხო, ჯერ, ოღონდ რა. კამერამენია და თან მონტაჟით შეუძლია. ენთუზიაზმზე თუ გინდა რომ თან Welcome რა. ბატონო, მოგწერეთ ჩვენ ჩვენ თვითონ მონტაჟში აქეთ გადაიხდის 50 კლასს. თვითონ წუთში და არა, მართლა მოგწერეთ, ვისაც გაქვთ ენთუზიაზმი, ან რაღაცა პრაქტიკისთვის გჭირდებათ, ან საუნივერსიტეტო მასალისთვის, ხო არიან ეგეთი ტიპები რა, ვისაც პორტფოლიოსთვის, პრაქტიკისთვის არის. ჩვენთან შეგიძლიათ მოიწეროთ ბუნკერის ოფიციალურ მეილზე, ამონათი ბუნკერი ბუნკერაშვილი gmail.com და იქნებ ვიღაც მართლა გამოგვიხსნა. ხო რა, ანუ რავი, ერთად გავაკეთოთ რაღაცა საინტერესო. ვიღადავებ სამწუხაროდ ფული ჯერ არ არის, მაგრამ როცა იქნება რაღაცას აზე იქნება მე. აი თემური ჩალიჩობს სპონსორებზე, თემური იწყებს ახლა შპრიცების ბიზნესს. უნდა რომ სპონსორად შემოიყვანოს. ასე რომ გამოგვეხმაურდეთ. აი, თემა რა? თემა არის ჩემო ნიკოლოს, შეიძლება თუ არა ყველაფერზე გადაობა და ხუმრობა. როგორ ფიქრობთ თქვენ? ჩემი აზრით არ შეიძლება ყველაფერზე გადაობა და ხუმრობა. მაგალითად რაზე? მაგალითად, ჩემთვის არ შეიძლება რელიგიაზე. ზურგს უკან შეიძლება? ნუ ჩემთვის არც სულს უკან, არც ანუ შენთან რელიგიაზე ხუმრობა არ შეიძლება. ანუ არა, ანუ ძალიან ის არის უსიამოვნო არის. შენზე არა, მოდი აი მაშინ ზოგადად გავშალოთ რა. თუ უყურებ ხოლმე კომედიებს, კი, სტენდაპებს. არა. ზოგადად რელიგიაზე თუ იმენა კონკრეტულად შენ რელიგიაზე არ შეიძლება ხუმრობა. ჩემთვის ბიჭო, ნახე, მე რო ვარ რაღაც მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორც მე მიყვარს თქვა ჩემი სარწმუნოება, ისე უყვარს ვიღაც მუსულმანს, ან რა მნიშვნელობა აქვს რა და შესაბამისად მე რაც არ მსიამოვნებს, ისეც არ გავაკეთებ ხო ხტები რა. იმისთვისაც იგივე იმასაც არ გაიღადავები ხო რა, როგორც ჩემთვის არის უსიამოვნო რა. მე ვფიქრობ რომ ყველაფერზე გადაობა შეიძლება, ოღონდ თავარია როდის და სად რა. თავარი არის რაღაცა გარკვეული ჩარჩოებში და ნორმის ფარგლებში რა. ანუ რელიგიასთან დაკავშირებული თუ მოაქცია ის უკვე აღარ განვითარდება, დარჩებოდა იმაზე, რომ აი ჩარლი ჩაპლინი წაიქცა და ვაჰაჰა. იცი რა არის ობიექტურად ეგეთი რამე შეფასება ძალიან რთულია, ან წარმოუდგენელი. ობიექტურად ვერ შეაფასებ, იმიტომ რომ სუბიექტური საკითხია და სუბიექტური დამოკიდებულების ბაზე გადის. ეგ ვისთვის არის მისაღები, ვისთვის სადამდე არის მისაღები, ვისთვის საერთოდ შეუხებელია. ეგრეა ზუსტად. ანუ ეგ სუბიექტის აი ეგრეა ჩემთვის იმგებლობაზეც არის, იუმორის გზნობაზეც არის და ბევრი რაღაცა ფაქტორზე არის და დამოკიდებული. აი ხა მაგალითად როუსტები რო არის ხოლმე რა, ეგეთ შოუები ხო იცით? ძალიან ცნობილი ადამიანი ზის რაღაც ერთ ეპიცენტრში და დანარჩენები, მაგის მეგობრები და კომიკოსები, მსახიობები, მომღერლები გამოდიან და ამ ტიპს აროუსტებენ. აროუსტება არის, რომ აი დაცინიან ბოლომდე, მიწასთან ასწორებენ რა, იმის რელიგიაზეც გადაობენ, ხუთი ცოლი რო გაშორდა, შვილს თუ რაღაცა ელამია, ყველაფერზე დაცინიან, აი დედის ტყნა მიდის რა. ძალიან აი ისე მევასება აი კონტენტი. ჩემთვის არა. თუ გინდათ, ანუ მე ეგრე ვფიქრობ, რომ იუმორი თუ საჭიროებს რომ განვითარდეს,
ისეთ ქვეყნებში სადაც განვითარებულია ყველაფერზე მოსულა გადაობა. ოღონდ იქ მერე მოსულა იქ შეიძლება ვიღაცას დაგხვდეს. ეგეთი თემები ყველა ქვეყანაში ხდება რა. აი სტენდაპ კომიკოსებს ყველანაირი ბრბოს წინაშე ყველანაირი ხუმრობა უთქვამთ და მერე პასუხიც უგებიათ რა. თავის გაუტეხეს, ზოგმა ფულადი ჯარიმაც გადაიხადა და ყველაფერი. მაგრამ იუმორი როგორც ასეთი რომ განვითარდეს, ეგეთი გადაობებიც უნდა წამოვიდეს რა. უფრო გამბედავი. ეხლა მაგალითად ვიღაცა გოგოს ედო TikTok-ზე გავაძე თუ რა გოგო არის სტენდაპ კომიკოსი ქართველი და გადაობდა ჯაბა იოსელიანს რა უნდა ქართველი გოგო თუ ბიჭი აღარ მახსოვს ჯაბა იოსელიანიო 64-ში რომ მოხდა გამოყლევდნენო იქო ამას აქ რა უნდაო და ძალიან გამეცინა იმიტომ რომ საკაიფოდ მოყვა რა მართლა უნდა რომ ჯაბა იოსელიანს თან ისე უფრო ჩემზე ბევრად საკაიფოდ ყვება და კომენტარებში რა ხდებოდა ისე დაახურეს ხო კომენტარებში 64-ში ამ აი ეგეც გაასერიოზულია გაასერიოზულიეს კომენტარები ცალკე სამყარო ხო და ტიპს არ მე მაგ ტიპად გოგოა თუ ბიჭი მართლა აღარ მახსოვს რომ ტრანს ხო შუაშია რა ჯერ არ თვითონ გადაწყვეტს რომ გაიზრდება რა ბიჭი იქნება ხო და აი მაგაზე რას ფიქრობ ანუ მანდაც შეგიძლია რაღაცა წითელ ხაზებს არ უნდა გადაცდე აი ეგ არის რაღაცა წითელ ხაზებს ზღვარზე მოსულა ზღვარზე მოსულა აი ეგ არის კაკრას მაგარი კომიკოსი აქვს რა მნიშვნელობა რა მაგარი კომიკოს ჩემ თვალში ეგ არის ვინც აი ამ ზღვარზე ისე დადის და გამბედაობა ყოფნის და ამას საკაიფოდ ფუთავს ისე რომ დაჟე ყველაზე ბნელ ვიღაცა ტიპს სადაც რაღაც პონჩი გაეცინება საქართველოში გახსენდება ვინმე როგორი აი ეგ კომიკოსი ხო რა კი როგორ არის კი ვინ ბიჭო აი სტენდაპ საქართველოს თუ სტენდაპ თბილისი არის პატარა ბიჭები და გოგოები ჩვენზე პატარები არიან ჩვენ ხელებიც არიან და მაგრად გადაობენ ხო ზოგი ყველაფერზე არ მეცინება მაგრამ თემა მომწონს რა ეგ რა რომ აი ყველაფერზე გადაობენ ოღონდ ფლატ ყველაფერზე არა მაინც აქვთ რაღაც მე მგონია რომ მაინც საქართველოში ესე ღიად რელიგიაზე ვერ გადაობენ არა მარტო რელიგია არ არის რა იქ გადაობები მიდის რომ დედას რომ იყავს 40 წლის ბიჭი და ჩვენ ტაკოქტკივა ეგეთ თემებზეც მარტო რელიგიას არ არის რა. ძალიან ტკინეულ თემებზე მიდის სატირული თემები, ძალიან ბევრი სუპრაზე მიდის გადაობები, სუფრის ტრადიცია. ოღონდ ის კი არა რომ ფუ და ანუ აი ტიპი გიყვება რაც მოხდა და ამას გიყვება სასაცილო ჭრილში რა. ანუ კი არ აჯვავს. ინტერპრეტაციას აკეთებს რაღაცა მოქმედებით, დადგმას აკეთებს პატარას, ხო? კი და არავით არის რომ აი ესენი დეგენერატები არიან. ვისაც ეგრე თავისთავად ეგრე წარმოეჩინა რომ ვახ ნახე მე დებილად გამომიყვანა. იმის პრობლემაა ჩემი. აი ეს რო თქვი ტაკონკრივაო და რა. როგორ ფიქრობ? მაგაზე შუტკა ვინმესთვის შეურაცხყოფელი იქნება? აუცილებლად. ხო? აუცილებლად. მაგის ნაწილობრივი იდეის მიზანიც ეგ არის რომ ვიღაცებს ფონდე უნდა მივიდეს არა მივიდეს ერთია და შეურაცხყოფელი თეატრის კინოს სტენდაპის იუმორის ანუ აი ამ ჟანრის ერთ-ერთი მისიაც ეგ არის რომ ანუ რაღაცა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში შეიძლება არ იყოს ეგ თვითმიზანი ეგ შეიძლება ვიღაცას უნდა გაეცინოს ვიღაცას შეიძლება აეტიროს ვიღაცა უნდა რაღაცაზე დაფიქრდეს მე მგონია რომ ანუ კარგი კომიკოსების თვითმიზანი ეგ არ არის რომ ვიღაცებზე რაღაცა მიაწვდოს ეს პროსტა ყვება თავის დაკვირვებებს რა ისე მაგრად ყვება ანუ ეხა არ ტრაბახობ, მაგრამ ბევრი მაქვს ნაყურები და იმათი ინტერვიუებიც მევასება რა. აი მაგალითად ლუის სიკეი არის, ეგეთი ძალიან ცნობილი სტენდაპერი, რომელიც ყვება უმარტივეს ენაზე. აი აბსოლუტურად ყველასთვის მისაღებ ისეთ სიტუაციებს აძრობს ხოლმე. თავის შულებზეც გადაავს, თავის ცოლზეც გადაავს, თავის თავზე ყველაზე მეტს გადაავს და მე ამაში მოაქცევს ხოლმე ვიღაცა ღიპიან ამერიკელ სიტყვაზე რა და ამ ღიპიან ამერიკელებზე ისე თვითონაც ღიპიანია თან. თავისი პერსპექტივიდან ამათ ისე გადაწყვეტება ხოლმე, რომ იქ კომენტარებში იქაც ეგრეა რა, რომ მე პრობლემა მაქვს წონის და რაღაცებს უვარდებიან და ტიპი გადაობს რა, დამშვიდი რა. თვითი ირონია უნდა გაიჩინო. ჩემი აზრით ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა თუ ვიღაცა გამოდის და თვით ირონია ზოგადად პრობლემებთან მიმართებაშიც ძალიან თვით ირონია გადარჩენის ერთ-ერთი და აღიარო რომ რაღაცა პრობლემა გაქვს. და ამაზე თუ ვიღაცა რო იხუმრებს, იმას ქვა არ უნდა ჩაარტყა. კი, პირ შენ რო უკვე მანამდე აპრიორში ვენახუმრი გაქვს ამაზე რომ ღებულობ იმას რომ ტიპი გადაობს. გაცილებით წინა ხარ, იასნია, აბრა. ეხა მე იმ კომიკოსებს და იმ ტიპებს არასდროს არც მევასება და არც უყურებ პახაბნად რო იცია, ხო იცი ზედმეტი. პახაბნი კომიკოსები არავის არ ევასება რა. შეიძლება რაღაცა სეგმენტი არსებობს, ვისაც მოწონს, რომ აი მაინც და მაინც დავაი, ხა პუერტორიკოელებზე ვიღადაოთ რა. და პუერტორიკოელებს აი ბოლომდე რომ მიწასთან ასწორებენ, კაი, ერთხელ გამეცინა რომ დაბლები არიან სიტყვაზე, ხო? ან ბევრი ჭამა უყვარს.
აი ვიღაცა რო გამოვიდეს და ქართველებზე რო დაიწყოს რა გადაობა რა ვიღაცა რუსი. ნუ კაი გამეცინა ერთხელ, მაგრამ კიდე შემდეგ გადაცემაში თუ შემდეგ მაგის სპეშალზე რო კიდე ქართველებზე გადავალ ოღონდ ისე რომ თუ არ მთავრდება მოსაბეზრებელია და შეურაცხყოფას მაყენებ შენი მიზანი ხდება რომ კი არ იღადაო და საკაიფო რაღაცები გააძრო უბრალოდ ქართველები დამამცირო აი ის ცნობილი თემა რო არის რა რამდენი ანუ გააჩნია რას გეუბნება როგორ რა მაგას არ დიდი აი მაინც შენ გეკითხები რა ანუ შენც რა აი ის ცნობილი გაშარჟება რო იყო რა ომის პერიოდში ზელენსკის თემაზე ყვეჭდა იმას რა აი სააკაშვილი რო გააჯავ რა ხო ბიჭო, კარგად არ მაქვს ნანახი, არ ვიცი, მისი არა იყო. ხო, არ ვიცი, კაროჩე, მე არ მეცი. ხო, ანუ აგვისტოს კლინჯს, ხო. ხო. აგვისტოს ომის დროს მიშა ატარა მონეკვეთი მაქვს ნანახი, ხო. იმაშვება, გალსტუქს რო ღეჭავს, მაგ პერიოდში მალევე, სადღაც 1 ან 2 წელიწადში არა, რატომ გონი მაგევრადში მე მგონი დაბომბეს. თუ დაბომბილები 2000-დან ან 2009-ში ან 2010-ში რა. ხო, არ მოსულა. ეგეც მე არ ხო, ეს გონია რომ არ მოსულა. არა, ბიჭო, ქვეყანამ და ადამიანმა რომელმაც ტრაგედია განიცადა, იმაზე გადაობა არ მოსულა. მაგრამ ვაიმე დედა ჩავქოლოთ, არა რაღაცა თქვა, იმის პრობლემაა რა. მე მაგას ვიძახი რომ რაღაცა ზღვარი არის ეგ. კაკრას რომ ვიღაცა ტრაგედიაზე არ უნდა იხუმა. ანუ ეხლა როგორც პრეზიდენტის გადასახედიდან ზელენსკის 15 წლის მერე რომ მოეთხოვება მაგაზე პასუხი ეს აბსოლუტურად არარელევანტურია მაშინ იყო აბსოლუტურად სხვა პროფესიის საერთოდ სხვა შეიძლება მაგის გამო რომ ეზიზღება ვიღაცებს არ ვიცი 15 წლის წინ საერთოდ სხვა პროფესიიდან გამომდინარე დაუშვა რაღაცა შესაძლოა და გაიღადავა ყალეობა თანხმდებით კი ბატონო მაგრამ დღეს მოდი აი ამიტომ უკრაინელები პროჭები არიან და უნდა წააგონო ეგ სხვა ეგ ბაზარია რა მაგალითად ეგ იყო ძალიან ცუდი რაღაც რაც მარკეტინგმა გააკეთა ხო და მაქედან განვაზოგა უნდა რა საწყენი იყო კი საწყენი ჩვენთვის მით უმეტეს რენდომ ტიპისთვისაც ეგ ძალიან ეგ ზუსტად იგივე არის აი სადღაც ბომბები წია და რაღაცა პრეზიდენტზე გადაობს იმპერიის რაღაცები ვიღადაოთ ხო ღაზას არ მოსულ რაღაცა პოლიტიკურად ან თუნდაც იგივე უკრაინაზე არ მოსულ რუსეთზე შეგიძლია იმიტომ რომ ჩვენი იმპერია და მაგათ ჩვენთვის ბევრია დაშავებული და მაინც არ მოსულ. გადაობა მაინც არ ვიღადავებ. ნუ აი არის მაგაში სასაცილო ხა. არაფერი არ არის სასაცილო. შენ ხარისხზე მეტყვი. ანუ ვაგინოთ რუსეთს. არა, გინება შეგიძლია ან პატარა ერთი. ხო, ანუ აი აქ ისე მივედით იმ თემაზე რომ არის რაღაცეები, რაზეც არ უნდა იღადაო. მაგასთან მივიდი მეც. არის რაღაცები, ერთ-ერთი არის ტრაგედია რა, ადამიანის ტრაგედიაზე არ უნდა იღადაო, ოღონდ ყოველ შემთხვევაში დრო მაინც უნდა გავიდეს რა, 300 წელი მაინც უნდა გავიდეს. 300 წლის წინ იქ რაღაცა მოხდა და მე ამაზე თუ ვიღადაო. მესამე დაბადებაში. ნუ არა უშავს რა, მაინც შეიძლება არ იყოს სასაცილო და სასიამოვნო, მაგრამ მაგაზე არ მოგეთხოვება რა და 5 წუთის წინ რო ტრაგედია დატრიალდა აქ თვითირონიას ადამიანი თავის ტრაგედიაზე წლები ძალიან მაგრად შეგვიძლია შეფუთოს. თუ თავს ისეთნაირად რო შეუძლია რომ რაღაც თავის ტრაგედიაზე იღადაოს ისე მოხდეს. ეგ ანუ აბსოლუტურად სხვა ლიგა არის. კი, ეგ არის ლიგა, კაკრას მაგასაც უნდა გავუსვა ხაზი რა. ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას თავს? ეგენი მოიგებს. ეგენი მოიგებს კომიკოსები. კომიკოსების ხანა არის ზოგადად ისე ეპოქა. აი ხა რომ დააკვირდე, დაჟე აი ამერიკულ სივრცეშიც CNN-ი და NBC თუ რაღაც არის რა, არის იქაც ძალიან მიკერძოებული არხებია ორი. ყველაზე ობიექტურ სიმართლეს და ნიუსებს გაიგებ კომიკოსებისგან რა. რამოდენიმე კომიკოსი არის, რომელიც ყოველ კვირა, აი ჩვენთან როგორც არის ვიღაცები, კვირაში ერთხელ დებს პოლიტიკურ ანალიზს, ნიუს, ხო და თან მიწასთან ასწორებს, თან მაგრად გადავება და თან სიმართლებსაც გაიგებ. ვიდრე CNN-ზე 9-ზე გადართო და იქ რაღაც ერთი რაღაც ბრტყელ მიმართულებით გიყვება, მეორე რაღაცა ბრტყელი მიმართულებით რა და ვაფშე არ გონია კომიკოსები მაგრამ ენძრევა? კი, დანძრეული აქვს. მე მგონია რომ ტელევიზიას აი ძალიან დანძრეული აქვს და დიდი ხანია ხავს ეჭიდება. ძალიან დიდი ხანია დანძრეული. Facebook-ი რაც გაიშიდა, მაგის მერე უკვე ნელა დაინძრა. ეგრე ვერ ვიტყოდი. და უკვე Facebook-იც რა კი რა და YouTube-იც რო შეგვიძლია რა ხავს ტელევიზორშიც YouTube-ი გვაქვს უკვე ჩართული რა. ეხლა ჩვენ ტელევიზორში გვიყურებთ. ხო, დარწმუნებულად ძირითადად ტელეფონში ვიყურებენ ხოლმე, მაგრამ აი შენ ისე ტელევიზორია. არა, ტექნიკა რომ მოიხშებოდა გაიტიშა. მოამბე და ამბობ. ტელევიზორი არ მქონდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. საშუალება არ ქონდა რომ დაგეთხოვო. ხო. კბილის და ტელევიზორის.
ერთ და იგივე ხუმრობას სხვადასხვა მომენტში და სხვადასხვა ადამიანებთან როგორ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა კონტრასტს. აი მაგალითი მინდა მოყვე. ჯერ მომსვია, შენ არ მოყვები და ამოვჭრათ რა. შენ მონაწილეობ მაგ. რა. ჩემს ყველაფერი მოყვე, ხო? ვიტოზე ყვები ყველა. კაროჩე, 10 წლის წინ დაახლოებით ჩემ მეგობრებთან ერთად ანუ სადღაც იყვნენ ჩემი მეგობარი, ანუ ჯგუფელები, გოგოები, ძირითადად გოგოების საზოგადოება და ანუ საკმაოდ ისეთ მართლა ახლობელი მეგობრები ჩემები და ყვითასთან ერთად დავედით, გავუარეთ, სადღაც მივედით, იქაც დავლიეთ და ძალიან ისეთი მეგობრული სიტუაცია, ხო, ნუ ამ მნიშვნელობა აქვს ვინ იყო ჩვენთან ერთად. ძალიან ისეთი კარგი სიტუაცია დაიქოქა, ასე ვთქვათ რა. პირველად გავაცანი იმ გოგოებს ყვითო და რაღაცა ინტეგრირდა ძალიან ყველაფერი კარგად მიდის აბსოლუტურად და რაღაცა დაიბადა იდეა რომ იქიდანვე სადაც ვიყავით მოდი გადავინაცვლოთ სადღაც ქალაქარე წნეჩი თუ სადღაც ვიღაცის აგარაგზე რა როგორც თუდად ვითარდება მოვლენა უნდა წავიდეთ იქ და ეს გოგოები რაღაცა ჯერ ცოტა აი ყოფმანში არიან რა რომ აი მაგრამ აი ნახევარი დაკერილია და თან ანუ ნელ-ნელა იკერება სასტავი რომ დაკერილი იქ რაღაცა მართლა ძალიან მეგობრულ სიტუაციაში რა და იქ კვიტომ ჩართო თემა რომ აი აქედან წავიდეთ ორ ტაქსში ჩავეტევით რაღაცები დავითრიოთ კიშკები ცეცხლი დავანთოთ სამწვადე რაღაცა დილას ყავა გაგვისწორდება დავჩებით პლედები გიტარა ამბავი იქ რა რაღაცა აი ძალიან რომანტიული სიტუაციაც წამოვიდა და უკვე აი რაღაცა ყველა უკვე აი ნელ-ნელა ყველამ გადააფასა რომ აი ხვალინდელი საქმეები უნდა გადადოს თუ არ გადადოს ზოგი უკვე თანახმაა ზოგი მაინც აი ყოყმანშია და კვიტო თან აი უმატებს და უმატებს ამ ტემპერატურას რა რომ აი მაგრა გაგვისწორდება და აი მიდით რა წამოდით და რამე და აი ძალიან ისიამოვნებს და გაგისწორდება წამოდით და თუ არ წამოხვალთ და ჩემ ყლესო და არწია ამ გოგოს ესეთი სახელი აქვს და სულ ეს ყოველს აი ძალიან როგორ დამიძაბენ ანუ ყველაფერი უბრალოდ აი ზუსტად ბოლო 7 წუთში აშენებულია ეს გეგმები ორდღიანი კალაკარისკას ეგრევეც ეს ჩამოიპნა კვიტაზე კიდე ერთი კაი ისტორია ანუ იმ რო გაეცინებოდა ხო და იქ იმ სიტუაციაში ანუ არავის არ გაეცინა და ანუ წლებია ამას კი არა გაეცინია და გადაგიწვია გოგო ხარაზე და გადასაფრენიც იყავდა ავტომატი კალაშნიკოვზე უკრავ იყო ეგეთი ეპოქა გოგო ეგეთი ბევრი იყო ძინაზებოდა და ვაიმე რამეზე ხო არ უკრავ რამ ინსტრუმენტზე კალაშნიკოვზე რა კარგია მაგას კიდე ხონდა გაგზელება, მაგრამ ეხლა სტუდიური პასუხი. არა, სტუდიური პასუხი იყო. მე ოლიმპიურ სიმშვიდეს შევინარჩუნე. და ბუკა რო დაგორდა? არა. ეგეც რა კაი ისტორია. ბუკაზე ერთი ისტორია არის კიდე. მე რო ავყირავდი? გახსოვს რომ გადავიჩეხე. არა, სოლოლაკში რო გადავიჩეხე. არ გახსოვს? ადვალში რო ჩავარდი. ვაიმე სად ჩავარდა. და დილას ვიღვიძებ, ბიჭო ფეხზე ვერ ვდგები. სოლოლაკში ხო არის? რამჭირს. ახსოვდა. ვაფშე არ მახსოვდა და მე კი რამჭირს და საღამოს ისევ კამოდა შევიჭრე. რამხელა ადვალში ჩავარდა, იცი? სოლოლაკში ხო იცი ეს აი სუპადულებია რა და იმის მოაჯირზე ჩამომჯდარია სიგარეტს ეწევ ვიღაც ველოდებით რა ვიღაც გავაგზავნოთ გულავდა რა ესე ხო გავიხედე და ესე გავიხდე გაბ დიდი ხმარი აი ხანს მივდიოდი ტელეფონზე ვაზრობდი ტელეფონი არ გამიჩნევს ესე მიფრინო რომ ვაზრობ ამოვიდა შეჩემა ძალიან წყოთი ამოვიდა ზურგი და ყავი აი იმენა კიბეზე დავეცი რა ეს და მეორე დღეს არ ახსოვდა ვაფშე ხო და მე როგორ გამახსენდა ბიჭო ვიღვიძე და ვერ ვდგები შეშეშა ნალად ხო და გაბზა დაინვალი ვერ ვდგები რა და მეთქი რა და ნუ არაჩი რაღაცა ძლივს წამოვდა და საღამოს ისე შევიკრიბე და ნორმალური ზბაკაცი ხო იმ დღესვე შიგ წამოდა სასწრაფო და შენ წავედი და არაფერი შეჩემა ხა დასული და წავედი დაული და ხო უკდავები დათა ამბობს რომ კაროჩე იმ სახში მივდივარო და თვალიო რა და არ მინდოდა რომ დავეწვიო სახში ეჯერებსო და კარი როგორც გამიგეს გახთა დავიწყე შაბის და დავეციო როგორი რა ჯეროდა რომ ვერ დამწავე კარტა მაგას ხო გონია რომ იხდის არჩა მე მაგდემაზე დავეცი და რა ქენი მეთქი და დავეციო და ეგრევე აი ეს გზა გავიხადოთ შეჩება არჩანა ვეგვიდეო ამოვანი გავიხადოთ ვერ გვიცნობენ არჩევნების პერიოდია თან არა პერიოდი ხო არჩევნების პერიოდი არის ჯეროდა რა პერიოდი რომ გავაყალბოთ თემა არ არის ხმები გავაყალბეო და გავიხადოთ ვერ გვიცნობ მერიასთან ძველ მერიასთან არა მერი არის
მაგრამ ეგეც აი კარგი სხვა შორის საკმაოდ დიდხანს გჯეროდა მე კვიტოს გახtildeებს ვერ გცნობ ქუჩაში თუ წელს ზემოთ გავიხდით ვერ გცნობდნენ კი დეკემბერში ტიტულები რო ვიდექით მე და დათან თუ ზომაზე მეტად ნასვამები ვიყავით ვიხდით რომ ვერავს ვერ ვცნეთ და ზურამ გახსოვს რა თქვა რა გითხრა ეს და დათა ცალკე გულაობენ რა და მე ჩემთან ვარ სახში და ზურა ამბობს ზურა შემოდის მოსაწევად და სამზარეულოში და გუშინო რას გავდითო რა და ესენი ვერ ხვდებიან ხო ხარ გახtildeები იყვნენ ვერ მიხვდა რომ რა პუნჩი გუშინო ხამე ვარ დარბოდითო ტიტულები და ხვიროდით განდი კიდე ყოფებოდან და ამათი მოყევი კოვიდის დროს ადიდასის ბოტასზე მოყევი ის ეგ ვიდეო მაქვს ხო ჩავსვათ რა ეგ ჩავსვათ კოვიდის დროს არა სახე არ ჩასვათ მაგრამ ისტორია სახეზე მოასწავლეთ კოვიდის ჩამის აი საერთოდ მომაყოლა კოვიდის დროს მქონდა რაღაც პატარა მაღაზია უბანში და 9-ის მერე არ შეიძლება ხო გარა ხო 9 იყო კარჩე ხო მაგას ხო და კარჩე ისეთი ფაქტი იყო რომ სასმელი საჭმელი ყველაფერი მქონდა რა მაღაზიაში მაგრამ ეგეთი დრო არ მქონდა რა ხო და 9 რო გახდებოდა ამას ჩამოვკეცავდით რა ჟალუზებს თუ რაღაცას და შეგნით მაგარი გუსტარული სმა მიდიოდა მაგარი გუგუნი მიდიოდა და ერთ-ერთი ეგეთი გულაობა არის მე საშვი მქონდა და მე და კვიტო წავედით სიგარეტის საყიდვად რა და ბუკა დავტოვეთი მაღაზიაში წავედით სიგარეტი დავითრიეთ ამოვდივართ წელზემოთში შეხლები რომ ვერ ვეცნეთ და პატრულის ხმა სინერნების ხმა გაჩერდით თუ რაღაცა კვიტო გაიქცა გიჟივით ეგრევე მე საშვი მქონდა პროსტა ესტრანია თრალი წელზემოთში შველი აი ხლები რა და ნუ კარჩე იმ საშვით მოგვარდი და ბაგაჟნიკში ამაზე ვთხარი რომ ტუალეტში მინდოდა ხო არ ვიცნობ მეთქი ერთი მაგის სიგარეტი გუყიდე მეთქი ტუალეტში უნდა და ზოდიაკოთი რა არის ერთი მაგის და ამოვდივარ და მოკლედ თემური მანქანაში წევს ფეხი აქ გარეთ გამოყოფილი პანჯრი და გაიძან ძინავს რა და მანქანაში ვეძინა მაგას ჯარიმა იყო თუ არის მანქანაში არ მიადგნენ რა ფაქტია რომ არ მიადგნენ არ ვიცი არ მომბადნა ხო და არჯი ვერ გავაღვიძე რა ძალიან თვრალი ვიყავი ვერ გავაღვიძე და მეთქი ნახული რა გეძინოს და წავედი სახში მე დავიძინე დილას ეხლა მე გავაგრძელებ რა დილას ვიღვიძებ სადღაც 6 საათზე დაახლოებით და ანუ ცალი ფეხსაცმელი არ მაწვია რა მანქანაში პახმელიაზე არ არის ისევ თვრალი ვიღვიძებ და ცალი ფეხსაცმელი არ მაქვს და ნუ მეთქი უეჭველი ეხლა რომ დამეძინა გამხადე მორთვის მაგივრად ეს თავდნენ ხოლმე რამდენი თვალზე ვიძინებდი ეგ ფოტოები ეს განსაკუთრებით ერთი მაგი სახში ვარ ლეგენდარული მორთვა რო გასრიალე ეგ იყო ვაფშე მეგონი გახსნა ეგ რო მორთე და ვასრიალე იქ სადარბაზოში გავიყვანეთ შეჩემო წესოთ და პასტები და ჩიპსები და რაღაცა მე შენ და თათა ბაღდაძე რო იღებდა გახსოვს ის ვიდეო ის არსად არის მიდი ჯერეს ისტორია დაასრულე ანუ ცალი ბოტასი არ მაცვია რა მეთქი ალბათ კვიტაშუმა წაიღდი გამეღადავნენ მეთქი ალბათ გამხადეს და მოხია და დილის 6 საათზე იქვე არის ამის корпуსი, სადაც ვსვავდით იმ ადგილას და მივაყენე მანქანა და კაროჩე აი ურეკავ ერთი დაახლოებით 20-25 ზარი რომ თან ესე ცოტა თრალი გაბრაზებული ჩამომიტანე მინდა რომ გაუტრაკო მაგრად და ნუ ვერ გავაღვიძე იასნია ფეხში შველი წავედი კაროჩე ცალი ფეხში შველი კონკიასავი წავედი დავეშვი საიღმეზე ავედი და დილის 8 საათზე ხატო უნდა ტყვება თავის დილის 8 საათზე შენ სულ გაგინებ და ჩეკავს ხატო კონკია და ჩინკერი და ეს ალენდელო ნივით ბიჭი ეშველა წავედი მივედი 8 საათზე დავიგდე დავიძინე და ნუ მე უკვე ამარო გაიღვიძე ეს მირეკავდა 1-3 საათის განმავლობაში იმიტომ რომ დილის 6 საათზე რომ 24 მისტკორი რო დახვდა იფიქრა რომ всё მოკვდა სადღაც ეხი მოაჭრეს ეხლა გააგრძელე მეორე დღე ვიკრიბებით და მეორე დღეს დიდი გაგრძელება აღარ უნდა ბუკას ფეხსაცმელი ზურა მომოიცნო ხო ზუმა არა და თელი გადაობა ის იყო რომ მამაშენმა კი არ იპოვა მამაშენმა უბრალოდ ქუჩაში დაგდებული ფეხსაცმელი ნახა რა კონკია ერთ ზოლუშკა რომელი არის ფეხსაცმელზე ვიღადავი ზონგია ზოლუშკა სახში რომ ამოვიდა გუშინ რა დალიეთ ამისთანაო იქ ბუკას ფეხსაცმელი ნახე ქუჩაში ხო არ თელი გადავა მაგ ისტორიაში იღადავა მართლა კი არ ეგონა რომ ხო კი არ იფიქრა რომ ჩემი ფეხსაცმელი იყო
უბრალოდ გადაობას მოვაყოლა რა. და დაემთხვა რომ შენ და დაემთხვა რომ მართლაც ჩემი ფეხსაცმელი იყო. უკას ფეხსაცმელი იყო და მე მოვაკითხა ზოლუჩკამ. აი ეს როგორი გადაობა ისტორია, ხო? აი დარწმუნებული ვარ, ბევრი ვერ გაიგებს ამას. იმიტომ რომ იქ უნდა ყოფილიყავიში არა, სასაცილოა. ბიჭო, რაც არის ჩვენი ისტორია რა, უფრო და მოყოლის დროს ჩვენ უფრო ხალისობთ, მე მგონია, ვიდრე ზოგადად ბუნკერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვითხალისოთ. არა, აქ საუბარია. სამსახურის სახლის გარდა რამე ვაკეთოთ ისეთი. სასიამოვნო. აი, გრეხებზე გადავედით. აქ საუბარია. გრეხელბოლზე. ჩვენი გრეხი. კიდე ანუ მოდი ისევ გადაობაზე დავშეთ და უკა რო დაგორდა იქ მოვკვეთ რა. მოკლედან ჩავალო და რო დაგორდა და სახით დაეცა ტრასაზე. ყველაზე რა? აუ. ყვითოსვი ვიცი და. ეს მოყვე? მე არ არა, არა, ძალიან ეგრეც არ მოყე, მაგრამ სახელი არ თქვა. გამნიშნულობა. აი მე ყველაზე უფრო ერთი მახსენდება. რო გამოვედი, ხო ის? მაგარი იზმენა მქონდა ანგარიში რომ მოვიდო და რამდენი იქნებოდა და ბოლოს ჩავეტიე. თუ ანუ ვერ ჩავეტიე და არა, მე გადამიგდი. ტელეფონი დავტოვე მგონი. გოგოსთან ერთად გადამიგდი. ტელეფონი დავტოვე მგონი და მე მოგიტანხმე და მე მივიტანე რა. ერთი ეგრე. კი, გოგოსთან ერთად 4-საც გადაგვიგდია. კი. ეგ შემთხვევით შემოგვიგდოდა. არ შემოგვიგდოს, უთხო ძალიან ორგანიზებულად იმ გოგოსთან იმიტომ ერთად რომ ძალიან ხო, ორგანიზებულად. იმიტომ რომ ვთხოვეთ ანგარიში მოგვიტანეთ, გვალოდინეს ერთი 10 წუთი. ხო. და ავდექი და წამოვედი და ეგ გადაგდება რა. და მე ვიცახი რომ იმენა ანგარიში მომიტანეს ადრე რა 2000-ში სადაც 11-ში. გოგოსთან ერთად ვიყავი და აი რა 140 ლარი მქონა წაღებული და 200-ზე მეტი წერია იქ. ორიანი რომ დავინახე ადექი ხა. აი ზუსტად ეს წასვლის დრო. ადექი ხა. ფანჯრიდან გავძვერით ეგრევე. მაშინ თავში ვიქრო და არ მახსენდება ესე უხერხული პაიმანი, მაგრამ ვიქნება რაღაცა უჭერ, თუ გამახსენდება დაგაწევთ გზაში მაგიფრობას ეს. მეილზე მოგწერი ბუნკერიშვილი gmail.com. შენ ეგ ისტორია მოგწერე და მე მონტაჟე თავის CV ჩაგვიგდოს. და თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი. ისაც გამოიწერეთ, კიდევ ერთხელ გამოიწერეთ subscribe-ს, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს იყო კომენტარის დაგვიწერე? მე-9 ეპიზოდი. არ დავამთავრე. ხიარული გამოვიდა. ხო გაგისწორდა. მაგრამ გამოიწერდა. მოდი დავასწრებ. სანამ ტრეფავში გადავიდე. ერთი წამი ჩავხედო რამდენი წუთზე ვართ. ჭრა გავაკეთოთ, მოვწიოთ, გავაგზავნოთ. 46 წუთია. 10 წუთიც გავაგზავნო და მოვწიოთ და გავაგზავნოთ. ვაფშე მოვწიოთ. იმიტომ რომ რომ მოვწევთ ერთი 25 წუთს კიდე ჩავწერთ და აი თვით ირონიაზე მინდა რა მაგალითად მოვყვე რა ეს მინდოდა და აღარ გავხსენებია რა 2020 თუ რომელი წელი იყო კოვიდი რო დაიწყო 2020 ხო 2020 წელს ну რაღაცა რემონტი მაქვს დაწყებული სისხლი მაქვს აღებული სამსახური დავკარგე და თავმოყარეობას დავკარგე და ყველაფერი დავკარგე რაჭი პოტასებიც დავკარგე მიყვა და წავედით მაკაცება გადავწყვიტეთ რომ დაგვეთესა წალკაში კარტოფილი. და ნუ ეს კარტოფილის პროცესი იყო აბსოლუტურად გაუცნობიერებული, ბელი. გაუცნობიერებლად. ეხა ბელა ხარ, ეხა ბელა ხარ ეს. ბელა ეზოლუშკა. არა, ბელა იცი რომელია. და იმაში რო არის. ურჩხული და მზე თუ ნახავი თუ რაღაც. ეხა ბელა ხარ. ჩორნაროდის ბრატ. ეს მოვიქნე. მე არ მახსოვს რა სხვები ვაფშე ვერ ვიცი. კარტოფილი დავთესეთ და ნუ პირველ ხო, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციას ყვები თუ არა, მთლიან სიტუაციას ყვები რა. ნუ ჰექტარ ნახევარი მიწა ავიღეთ, ძალიან ისე ორგანიზებულად, დღეში ორჯერ დავდივარ თბილისი და წალკაში, რაღაცა, ანუ მართლა მონდომები ისეთნაირად როს ისეთი ისტორია. როგორ ხარ დავამთავროთ თქვენ? 2 კილომეტრი გადამოვტაროთ კიდე. ის იყო. კაი, ძალიან კაი იყო. მე აი რაღაცებს რატო აკეთებს? მინდა რომ ამის გამო ჯარიმები დაუწესოთ ხოლმე. კაი, არაფერი, всё, დაამთავრე. თვით ირონიაზე ვაპარაკოთ და დავამთავრე ჩიკები გვესროლა. მოკლედ ეს იყო ბუნკერის მე-9 ეპიზოდი, ჯობდა მანამდე დავამთავრებინო.